ეს განცხადება დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ხტომის შემდეგ გააკეთა. თავის ხტომაზე კი დღეს თბილისობის დღესასწაულის შესახებ იმსჯელეს, რომელიც 25-26 ოქტომბერს გაიმართება. მერის ინფორმაციით სახალხო დღესასწაულის გარდა წელს დიდი ყურადღება ახალგაზრდულ ღონისძიებებს დაეთმობა. მთავრობის ხტომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ შინდის სიკრწანისის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. ახალი გზა თბილისის შემოერთებულ სოფლებს დედაქალაქთან დააკავშირებს და სოლოაკის დატვირთულ ქუჩებს განტვირთავს. საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. ჩვენ წინამორბედებს მხოლოდ რუკაზე ჰქონდათ დატანილი ეს გზა და სხვა მეტი არაფერი, როგორც ტრადიციულად ამას აკეთებდნენ, ჩვენ უკვე მთელი, ასე ვთქვათ, საპროექტო დოკუმენტაცია და ძირითადი, ასე ვთქვათ, მარშრუტი გავაკეთეთ. ძალიან საინტერესო კონცეფციაა და ეს არის დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის პროგრამის შემადგენელი ნაწილი.